მე ვგონებ თუ კი ცოლნის ცოდვენ ეს უფრო ბრალი უნდა იყოს თვითონ ქმრებისა იგინი მტკიცედ თავიანთ ვალს არ ასრულებენ და სხვას აძლევენ იმ საუნჯეს რაც მათ ეკუთვნით ანუ ცნაურის ცუდ ეჭვებით გაბრაზებული ბორკილს უყრიან ხანას ცემენ და ცოლთა ჯიბრზად ჩვეულებრივს კერძს ამცირებენ ცოლნი ნაღლობენ თუმცა მშვიდად ახერხებენ ჯავრის ამოყრას იცოდნენ ქმრებმა რომ მათ ცოლებს გრძნობელობა აქვთ მათივე მსგავსი რომ მათ სავით ხედვენ და ყნოსვენ და სასაც აქვთ გასარჩევლად მწარის და ტკბილის ცოლების ღალატს როგორ ფიქრობ რისთვის ჩადოენ შეგცევა უნდათ ჯერა მეგ თან ვნება დღელვა უყრებთ წადილსა ეგეც კიდევ შესაძლო არის იქნება ცდენთ მათ სისუსტე ეგეც ამჯერა ახლა მიბრძანეთ ცოლთ შეგცევა აღარ იციან სუსტნი არიან ვნება მათ კი ვერ გაიტაცებს ისევ ჯობია მამრნი ნებას მოახვებიან თორემ ცოდვის მორევში ქალიც წამსვე გადაეშვება და მათ ღირსებას მეტად ჩირკს მოსცხებს აბა სად არის ის უჭკუო და უბედური? ყოფილ სოტელოს თუ კითხულობთ აი აქ. ის სადღა არის შხამიანი ასპიტი გველი. აქ მოიყვანეთ. რა ითქმის შენზე? ოტელო. ერთ დროს ქებულო. ათ ჩავარდნილო შეჩვენებულ მონის მახეში. თქვით რა გინდოდეთ? კაცის ყველი მიწოდეთ ოღონდ ნამუსიან. რადგან მოვკალა რა ძულებით, არამედ ნამუსის გულისათვის. ხოთ მომიტევოთ. აბა მოგკითხეთ ამ ეშმაკის წილს, რისთვის გამაბა თავის ქსელში სულით და ხორცით. რაც იცით იცი, ნუღარ მკითხავთ ნუღარაფერსა. ამას იქით ერთ სიტყვასაც ვერ მათქმევენ. მაშ ლოცვასაც კი აღარ იტყვინ? ხო, კარგი, ვიტყვი. ჩვენ გისმენთ. ბრძანეთ. ვენეციის სამს დიდებულ პირს ვათხოვნინი ამის წინაშე, რომ თანაშემწედ დავენიშნე. ჩემი თავის ფასი ვიცოდი, მე მეკუთვნოდა ეს ღირსება, კვეხნით არ მამა. მაგრამ მამრი ისე იყო გატაცებული თავის მძლავრობით, თავის ზვავის მედიდურობით, რომ მოჰყოლიყო რაღაც მკვახე უშნო ლაპარაკს. ბოლოს უზრდელად ცივი უარი განეცხადა ჩემ მომხრეთათვის. ეთქვა, მე ჩემი ხელკვეითი კიდეც ამყავს. იცით ვინ იყო მის არჩეული? ეს კასიო მოთრეული ფლორენციიდან. მორთვა კაზმვაზე დედაკაცებრ გადაგებული. ჯარს იგი წინ ბრძოლა და არასდროს არ წასძღოლია. ლაშქრის დაწყობა ხომ დასდასებად საომარ ველზე სულ არ იცოდა. თუმცა ეს ასია მაინც ისაირჩია და მე დამჩაგრა. მე რომელიც მარს თავის თვალით გამოუწტივარ მრავალ სომში, როდოს და კიპროს და ბერგან სხვაგან, ქრისტიან თუ წარმართ ქვეყნებში. თუმცა მას უწოდებდნენ მის თანაშემწეს და მე კი ღმერთო ეს რა დარგიკვირს მამრის ასის თავს. სამსახურს მუდამ ეკჭირისტებს, ვისაც კი შესწევს გვაროვნობა, ძლიერთ წყალობა, წინაც ისთქება. რა ბრიყვი ვარ, უმეცარი არარაობა. თითქოს ფეხებზე რომ დავყურებ ვერ ვხედავ ნიშანს ეშმაკისას. მუთოს ტყუია, თუ ეშმაკი ხარ საჭურველი არ გახჭრი შენზე. მე დამჭრეს მხოლოდ. მაგრამ არც ეგ მწყეს.
მე მინდა რომ ცოცხალი დარჩი. კაცი რომ კვდება, როგორც ვატყობ ბედნიერდება. ქოფაკი ძაღლი. უნდა გამსაჯოთ ეს ავსული საჯოჯოხეთო. დავნიშნოთ მისთვის დროც, ადგილიც და სატანჯველიც. და მისი ბინძური სული ყოველ დღე გაიხრწნას, დალბეს. თუმცა მანამდე უნდა გაცნობოთ ჩვენ ამ ამბის თავი და ბოლო. ჩვენს დიდ სენატორს ბრაბანციოში ატყობინეს, რომ მისი ასული ჯარის სალდანთან გაიპარა. ოტელოს გახდა ცოლად მამის შეუტყობელად. განვისხდა მამა ვენეციის მთავარ სიახლავითა შვილმკვდარი. მეის მომტაცეს, მოატყუეს და მომიწამლეს. მათამ წელის განაღით წამლით, რაღაც დილის მიგთორემ, ვინაც დენს ადამიანს ესე ბუნება, თუ არ უგრძნობელს, უილაჯოს, ბრმასა და საფყარს. თავარი იგი შეეცადა მის დამშვიდებას. ვინც უნდა იყოს მათ საზიზღის საქმის ჩამდენი, ვინც გამოსწირა შენს ასულსა, თვის იგონება და გამოგწირა შენ ასული, თვით წაიკითხე სისხლის სამართლის წიგნის შენვე და თავად დასდერასაც ჯერიც კი მოისურვო. არ გავტეხ სიტყვას, თუნდაც რომ ჩემ ღვიძლს დაეცეს სამართლის წელი. გმადლობთ ბატონო, უმდაბლესად. აი, ეს კაცი ის მავრი გახლავთ, რომელიც თქვენ აქ დაიბარეთ საქვეყნო საქმის მისანდობად. ოტელო? დიდა დავწუხვარ. აბა ოტელო, შენ რა სიტყვი თავს რით იმართლებ? ნუ თუ ესე მართალი არის, რომ უწმინდურ გზით, ძალადობით, გრძნების წამლებით, ყმაწვილ ქალს გრძნობა მოუხიბლე და გადიბირე. თუ დამორჩილდა იგი შენს ცდას, შენს ტკბილ ლაპარაკს, რაც ხშირად ერთ სულს მოციქულობს მეორე სულთან. ზიდარბაისლით, ძლიერებით სახელ განთქმულმო, კეთილ შობილო და სულდიდნო უფალნო ჩემო. მართალი არის. დეზდემონა რომ ცოლად შევირთე, ეს არის ჩემი შეწოდების თავი და ბოლო. სიტყვა პასუხი მკვახე მაქვს და კაზმულ ლაპარაკ მშვიდობიანის დროის შესაფერს მოკლებული ვარ, რადგან მასაკეთ. 7 წლისა რაც კი შევიქენ, დღევანდელ დღემდე არ ავიცი რა ამ დიდებულ ქვეყნის ბრუნვისა, რაც კი ბრძოლას და ვაჟკაცობას არ შეეხება და ვგონებ, ჩემ თავს დამცველად ვერ გამოვადგენ. მაგრამ თუ კი ნებას დამთავ, ჩემი სიყვარულის ზრდას მოგითხრობთ უბრალო ენით და სიტყვების შეუხამებით. დეზდემონას მამას ვუყვარდი მე და თავის სახლში მიწოდა ხშირად. ჩემს ცხოვრებას მათხრობინე და თუ წლით წლობამდე რამდენ ბრძოლას ციხე-დაგებას მე დავსწრებოდი ან რაოდენ შევყროდი ხიფათს. მეც ვამბობდი სრულ გარდასავალს ჩემი ბავშვობის დროისაკეთ, თვით იმ წუთამდე, ვიდრე მოსმენას ჩემსას იგი მოისურვებდა. ვამბობდი ყოველგვარ ხიფათს, რაც შემთხვეოდა ზღვაზეც თუ ხმელზე. მეტად უყვარდა დეზდემონას ამის მოსყვეტა. თუმცა ოჯახობის ვალი ხშირად უჩენდა საქმეს, მაგრამ რაც ამს კი მორჩებოდა, კვალად ჩემ ამბავს ისმენდა ხარბარ, თითქოს შთანთქვა სურდა მისი. მე შევნიშნე. მარჯვეშავი ჩავიგდე ერთხელ დამოვახერხე ისე, რომ მან მომართა თხოვნით. მე ამდენად ჩემი ყოველი თავგარდასავალი, რაც მხოლოდ ზოგი მოესმინა ნაწილ-ნაწილად. მეც დავეთანხმე და ხშირადად ჩემის მოთხრობით მოუწყვიტე ცრემლი მას თვალთაგან, რა შევეხოდი სიჭაბუკის დროს ჩემზე მომდგარ ფათერაკს რასა. რა დავასრულე, ოხრა მოსკვდა ზვირთებ გულიდან ჩემ შრომის ჯილდოდ და თან ფიცით მეუბნებოდი.
რა უცნაური რამ შევიტყვე. გასაოცარი, გულის მომკვლელი, შესაზარი, შესაბრალის. ოჰარ მსმენო და ეგნეტავი. თუმც კი ვისურვე, რომ მაღალ ზეცას გავეჩინე მისნაირ კაცად. ვუთხარი კიდეც, რომ თუ მეგობარ შენსას ვისმე მე შევუყვარდე. ასწავლე შენის მოთხრობისა შენებურად თქმა და მით შესძლებს იგი ამ ჩემი გულის მოხიბლვას. მიხვდი რაც სურდა მას სათქმელად. პასუხიც გავეც. ჩემგან გამოვლილი ჭირთათვის. მან მე შემიყვარა. მე შევიყვარე ჩემთან ჭირთა თანაგრძნობისთვის. არ მიხმარია ამის მეტი ჯადოთილისმა. გონი თვით ჩემ ქალს მოხიბლავდა ასეთ ამბის თქმა. მომეცით ნება ვთქვა დარიგება. გავლილი დარდის გარდასulis მიჩნევლად წენად ხომ პირდაპირი გზა ახლის დარდის საჩინად. ახლა კი დროა სახელმწიფოს საქმე შეუდგეთ. ოტელო უნდა გაუწყოთ, რომ ძლიერებით შეჭურვილი ოსმალო კიპროსისაკენ მიისწრაფება. და იმ ადგილის ციხე-სიმაგრე შენზე უკეთ არავინ იცის. ჩვენ ხომ შენზე დიდი მედებს ვამყარებთ მუდამ. და ამიტომ გიწევ შესწყვიტო შენი სახალის ბრწყინვალე ბედნიერების ხანა და შეუდგე ამ ძნელსა და შიშით ახსავს ეს საქმეს. მე მზად ვარ. ახლა გავემართ ოსმალთ საბრძოლად. მაგრამ ამას კი მოწიწებით ვითხოვ მე თქვენგან, რომ ჩემს მეუღლეს. მისცეთ სარჩო საცხოვრებელი ისევით ფერობს მაგის მაღალ შთამომავლობას. გთხოვთ ყურადღებით ყური მომაყროთ. მე მავრი მიყვარს და მსურს მუდამ ვიცხოვრო მასთან. ეს მე ვაცნობე მთელ ქვეყანას, რომ გულახდილად და შეუპოვრად ავყევუცნობ ბედის ქარიშა. ოტელოს ნიჩსა გავუმონე მე გული ჩემი და სული მისი მის სახეზით გამომესა. მის ვაჟკაცობას, ძლიერ სახელს შევწირე მსხვერპლად ნიჭიერება სულიერი იღბალი ჩემი. ახლა რომ ისწავიდეს ომის ველზე და მე აქ დავრჩე. ხომ ის ღირსება, რისთვისაც იგი მე შევიყვარე, გამომეწიდეს და სატრფოსთან მოშორებულს, განმარტოების მომელის მწარე. ნება დამრთით, რომ იც თან წამო. როგორც გინდოდეთ გარდასწყვიტეთ. სურდეს აქ დარჩეს, სურდეს წამოყვეს. საქმე მეტად საჭირო არის შქარა შეუდგეთ. ძილინების საბატონებო, ხვალდილით კი 9 საათზე აქ შევიყარბოთ. აბა წავიდეთ დესდემონა. ჩვენთ დროს უნდა დავემორჩილოთ. ამ შავი მავრის ღირსებამ და თვითსათნოებამ უფრო მეტი სინათლე მოგუფინა, ვიდრე სხვა თეთრმა არაერთ. მე თუ მსახურებ მისთვის, რადგან ბედმა ეგემარგუნა. ხომ ყველანი ვერ ვიბატონებთ და ვერც ხელქვეით ვაკისრებინებთ ერთგულონ ყოველგვარ ბატონს. არიან ზოგნი, რანის მხოლოდ დღიურ ლუკმისთვის მუხლმოდრეკილნი მორჩილობენ, ყურმოჭრილობენ. სახედრის მსგავსად მორჩილებენ თავიანთ პატრონს, თუმცა განდევნა მათ სიბერის ჟამს წილად ახვდებათ. არიან სხვანიც, ერთგულების სახის მიმღები, რომამდეც ზრუნვენ გულდადებით მხოლოდ მათთვის. და თუმცა პატრონს მოწიწებით დაბლა თავს უკრენ, თავიანთ საქმეს იკეთებენ. თვით მდიდრდებიან, რომ განცხრომით და ნებივრობით იცხოვრონ ბოლოს. აი ამათზე მართლად ითქმის, ჭკვა გქონიათო და მეც მათ რიცხვში გურევი ვარ, გამოგიტყდებით. მე რომ ოტელო ყოფილიყავი, მაშინ იაგო არ ვიქნებოდა და იცოდეთ, მას თუ მსახურებ, ამით მსახურებ ჩემსავ თავსა. ზეცას ვიმოწმებ, მე ეს არ მომდის ერთგულებით ან სიყვარულით, მე თავს ვაჩვენებ ასე მხოლოდ, რომ შევისრულო, რაც განზრახვა მაქვს. მე ის არა ვარ, რაცავ ჩანვარ. მე მძაგს მავრი. ამბობენ ვითომ ჩემ მაგივრობა გაეციოს ჩემს სარეცელს. მართალია თუ ტყუილია, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ეჭვიც კი თმარა მარტო ისე მოვიქცე, თითქოს ნამდვილი იყოს იგი. მავს მე ვუყვარ. მით უკეთესად გასჭრის მასზე ჩემი განზრახვა. შეუძლებელია დესდემონა,
Smavri დიდხანს უყვარეს. ხანგრძლივად არც მავს ეყარებოდა. თავში ცხარე დაიწყეს და ნახავთ ამავ სიცხარით ბოლოს ერთმანეთს გაეხრებიან. ამ მავრებმა მალე იციან გულის სასუყება. რაც ახლა მისთვის შაქრის ლერწამივით კბილია, მალე ძირ მწარესავით მწარე შეიქნება. ეს დემონაც მაწვილია და ისიც ჩქარა გამოიცვლება. როცა მავრი წყურვილს მოუკლავს, მიხვდება რა შეცდომაც მოუვიდა იმის ამორჩევით, უეჭველად გადაინაცვლებს. ერთმანეთს დიდხანს ვერ შეეწყობიან. ერთის მხრივ სპიერთა შორის უცბიერესი, ვენეციელი ბანოვანი და მეორეს მხრივ ეს ველური ბარბაროსელი. კასიო მგონი გამომადგეს. ორა კარგსთვის ამ დავიჭირო იმის ადგილი და ფთა შევასხა ჩემს განზრახვას. ეს ეშმაკობა ორპირად გაჰკვაც. კარგად დავფიქრდეთ. ცოტა ხანს უკან ოტელოს ყურში ჩავჩურჩულებ, ვითომ კასიო იმის ცოლს თავისუფლად ებხვება. კასიო კარგი თვალადია თავაზიანი, ადვილად აცდენს მის ცოლებს და ქმრებსაც, ადვილად ააღებინებს იგი ეჭვსა. მავრის ხომ ისე მინდობი გულმართალია, რომ პატიოსანს უწოდებს ყველას, ვინც კი პატიოსნის სახეს იკეთებს. მაჟდეს დემონას სათნოებას მე ფისად გავხდი. მის სიკეთეზედ ბადეს მოვქსოვ და იმ ბადეში გავაბამ ყველას. აქ ჩაისახა ბნელი ღამე და ჯოჯოხეთი ხელშეწყობილნი დაბადებენ საზარელ ნაყოფს. თუ ყოველადაც ყუდრო დარიმოსდევს ასეთი, დეიქროლონ ქარიშხალთა, ვიდრე თვით სიკვდილს არ დაუფრთხობენ მოსვენებას. თქვენც გაიგებდით, ომი გათავდა, დაიღუპნენ წყალში ოსმალნი. რადგან ოსმალთაგების დაღუპვის ცნობა მოვიდა, ჩვენმა დიდმა და სახელგანთქმულმა გამგებელმა ოტელო მისურვა, რომ ყველანი მხიარულებას მიეცნენ. ზოგმა ცეცხლი გააჩაღოს, ზოგმა ქუჩაში იცეკოს და ვისაც როგორ მოესურვება, ისე შეიქცეს. ამ სამო ამბავს გარდა დღეს გამგებლის ქორწილია. და ესეც მისი სურვილისამებრ ხალხს უცხადდება. სახელმწიფო სახლები ღია და ყველას უფლებავს პურის ჭამოს და დრო გაატაროს. ამ დილის 5 საათიდან იმ დრომდე, ვიდრე კედლის საათი 11-ს დაჰკრავდეს. ღმერთი იყოს მფარველი კუნძულის კიპროსისა და ჩვენის დიდებულ სარდლის ოტელოსი. შენ უგდე ყური ჩემო კასიო ამაღამ დარას. დროის ტარება და გართობან უნდა გავიწყეს მას, რაც ვალადებს. იაგოს აქვს ეგ მინდობილი, მაგრამ მე მაინც წავალ, თვითონ დავხედე. იაგოც კი სანდო არის. ღამე მშვიდობის. ხვალ-დილა ადრე მოდი ჩემთან სათქმელი რამებს. თქვენ მიიწუხებთ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც სულ სარდალს დაჩვენს გადამჭირს. ტიტოჭიკა შავის ოტელოს სადღე გრძელო. ამაღამ ნუ თავი დავალებო. მე ღვინოში სუსტი ვარ და ადვილად ვერ ვიტან. არა უჭირს რა. ხალხს ხვალამ შესაძლებელი მოეგონებინა ღვინის მაგივრად. ტიტოჭიკა კასი. იაგონო უთხოვ. თქვენ მაგივრად თუნდა მედავლე. ერთი ჭიქა უკვე დავლი. სიძალზე წყალნარი. ფრთხილა. აი, ხომ ხედავ როგორ გამომწვა. ეს სისუსტე მე ძალზედ მაწუხებს და ვეღარ გავბედავ ჩემი თავის გამოცდას. თუ კი ერთი ჭიქა მაინც დავალევინე და დავუმატე მას, რაც თვითონ ამაღამ უსვამს. ჩემი ხმაწვილის ქალბატონის ფინიას მსგავსად დავაწყებინებ ყეფას, ავყიობას და 1000 ავსა. ხოლო თითო ჭიქა კასიო.
გაიშალეთ ლოთებო, ავასაკებო, შფოთებო, ჩხუბის თაყებო. დარაჯად დგომა შეხვდა აგრეთვე სამ გულზვიად კიპროსის ძეთა, ამ ქვეყნის თვალთა და სახელის ერთგულად დამცვად. ისინიც კარგად გამოათვეს სავსე ჭიქებით. მას ღმერთმა მისცა ძალი, დიდება, შენ მხოლოდ დაბლა მიგიწოდის ხელი. ქვეყანას ღუპავს ამპარტავნება. მას წამოისხი ნაბადი ძველი. ეთქობა ღვინომ თავისი ატყდა ჩოჩქო. ერთ-ერთ კიპროსელს მთვრალი კასიო წინ გადაუღვა, თუმცა სწრაფად დაუსხლდა ხელთან. შეშინებული კიპროსელი სწრაფად მოედო მთელ ქალაქს ღამით. შველას ითხოვდა მომოქროვდა შეურაცხყოფი. უცებ ახლოდან შემოესმა ხმალთ ჩახიჩუხი. და თან კასიო ისნერი გადილანძღებოდა, რომ ასეთი ლანძღვა მისგან ჯერ არც არ მისმენოდა. მთვრალები კვლავაც მისეოდნენ ერთმანეთს და მედგარ ბრძოლას განაგრძობდნენ. შეგუძრო! გამონაცადა! კასი, ოთრეულავი გაწოხენდა ნებასწავლის ჩემს ამ საქმე! ისე მივმება, რომ სათავე აქვს და ბოლო ვეღარ მიაგნო! რა ამბავია? არც თქვენიან რას ჩადიხარ? რა მოგივიდა? განა ოსმანი შევიქენით, რომ ჩვენ თავს უხოთ ის, რაც ზეცამათ აუკრძალა. ვინც კი აღკვება მღელვარებას, კიდევ დაიწვის, იმ წამთვის სიცოცხლეს გამოესალმოს. შეატენეთ ეს ზარისწება შიშის აღძვრელი, თორემ მთელ კუნძულს შეადრწუნებს. სისხლი ამემღვრა, თავდაჭერას ვეღარ ვახერხებ. აშლილი ნება ჭკაგონება სრულად მიბნენებ და წინამძღვრობას მიპირებს მე. თუ გავგულისდი, ან და ხელი გამოვიღე, მაშინ მერწმუნეთ. ეს ჩემი რისხვა შეიწირავს უკეთეს თქვენგანს. მაცნობეთ მეთქი, როგორ მოხდა. ამის შეიქმნა ჩხუბის მიზეზი და ვისაც ეს ბრალი დაედვის. თუ დედის მუცვით ერთად იყო, ჩემთან შობილი უნდა გამჭორდეს. სამუდამოდ გამოვესალმოს. როგორ? საომარ ქალაქშივით, სად მღელვარება ჯერ არ დამცხრალა და სად ხალხი შიშით ატყდის, შუაღამისას ჩხუბს და შფოთს მართვად. და საად მერე, თვით ციხეში, სადარაჯოზე, საზარელია. იაგოს თქვი ვისასდეს ბრალი. აგრეს სასტიკად ნუმავალეთ. უესწრად ვიღაც გამორბის, ყვირის მაღალი ხმითა შეწევნა სიტყვს. უკან კასიო ხმალნაშიშვლი მუქარით მოსდევს. ამ დროს ხომ თვითონ თქვენს მობრძანდით. ამის მეტი მე ამ საქმისა არ ავიცია, მაგრამ უთუოდ იმ გაქცეულმა კასიოს ისე ძლიერი მიაყენა შეურაცხება, რომ თავი თვისი დაავიწყა. მესმის იაგო, ჩემ პატიოსნება, მეგობრობა იმას გაგონებს, კასიოს ბრალი შეამოკლო მცირე დასახო. კასიო, მე შენ თუმც მიყვარხარ, მაგრამ ამ საქციელის პატიებას მე ვერ შევიძლებ. შენ დღეის ამას იქით, ჩემ სამსახურში ვეღარ გამყოფებ. ხომ არ დაიჭერით, ბატონო თანაშემწე? ისე დავიჭერი, რომ ვერა მკურნალი ვეღარ გამკურნავს. ღმერთმა ნუქმნას რას მიბრძანებთ? სახელი დავკარგე. დავკარგე, რაც უკვდავი ნებადა და პირუტყული ღა შემჩა. ო იაგო, ჩემი სახელი. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მე ისე მეგონა სადმე დაჭრილი ხართ მეთქი. სხეულის ჭრილობა უფრო საგრძნობელია სახელის დაკარგვად. სახელი ფუჭი და უმნიშვნელო ქონებაა, რომელსაც ხშირად უღირსად იძენენ და უდანაშაულოდ კარგვენ. თქვენ სახელი სრულიადაც არ დაგიკარგა. თუ სარდალმა დაგსაჯათ, ისევ სხვების სამაგალითოდ, ვიდრე ბოროტის განზრახოთ. სადაც შეევედროთ და იგი გულს ისევ თქვენსკენ მოიბრუნებს. მე იმას შევევედრები. შემიძაგოს ვიდრე შევაცდინო იმისთანა სარდალი და მიგუჩინო ჩემისთანა წუწკი, ხდალი და ენამეტა ჯარისკაცი. როგორ დავითვერ და თუთიყუშივით ყბედობა მოვთე. ჩხუბი და შფოთი ავტეხი. მანძღვა გინებას მოვყებ. ჩემსავე ჩრდილს გამოველაპარაკე. ო შეხვინის ძლიერებაო. თუ ჯერ სახელი არ აგდევს რა, სატანა უნდა გიწოდო. რად უნდა შეუშვას ადამიანმა თავის პირში მტერი, რომელიც მას
გონებას აღპარავს. კარგია, კმარა. თქვენ ძლიერ სასტიკი გამკიცხავი ყოფილხართ. კარგი ღვინო, ჩინებული და სასიამოვნო რამ არის, ურიგოც მას თუ არ დაუწყებ. ტყუილად ემდურით. ბატონო ჩემო, მგონებ დარწმუნებული ხართ, რომ მე თქვენ მიყვარხართ. მაგაზე დარწმუნებული ვარ. მე თქვენ გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ. გამოუწყდით დეზდემონას. თავის შეაწინეთ თხოვნით, რომ თქვენივე ადგილი მოგცემ. დეზდემონა ისეთი კეთილი და გულისხმიერია, ისეთი სათნო და გრძნობიერი, რომ უკეთურებად მიაჩნია თუ რასაც თხოვენ იმაზე მეტი არ შეასრულოთ. სთხოვეთ თქვენსა და მის ქმარს შორის ჩაწყვეტილი ჯაჭვი და აკავშირი. თუნდ მთელ ჩემს ქონებას ჩამოვალ სულ უბრალო სანაძლეოსთან, რომ თქვენი სიყვარული უწინდელზე მეტად მკვიდრი შეიქნება. მაგას კარგად მირჩევ. ამას გირჩევთ როგორც პატიოსანი კაცი და ერთგული თქვენი მოსიყვარული. ჯერა. მაშხვალ დილით ჩვენს გულსათნო დეზდემონას ავთხოვ ჩვენთვის შუამდგომლოს. თუ ბედმაც ამ შემთხვევაში მიმტყუნა, მაშინ აღარაფერს დაუჯერე. სწორედ რომ ნამდვილად სჯით. ღამე მშვიდობის, ბატონო თანაშემწე. ღამე მშვიდობის, პატიოსნებით სავსე იაკო. აბა ამ საქმეს ვინ ჩამithვლის მე ცუდკაცო? რა კი ეს რჩევა გულწრფელი? პატიოსანი ჭკუასთან ახლო და მომგები მავრის გულისა. მართლაც არ არის გასაჭირი დეზდემონა კეთილს თხოვნაზე დაითანხმოს და იყოლიოს. იგი სტიქიონთ მოგვაგონებს კეთილის მყოფელ და შექმნილია ტკბილ ნაყოფთა გამოსაღება. მას მორჩილებით, მოწიწებით მავრი ყურს უხდებს. ის თუნდ მოუსპობს რწმენას საიდუმლოდ. სარწმუნოების დათმობას უბრძანებს თუნდა. ოტელოს სული სიყვარულმა დაიმონავა ისე, რომ მის ცოლს შეუძლიან რაც სურს ისაქმნას და იბატონოს მავრის დუნე სუსტ ბუნებაზე. მაშ რა გვიქნები ცუდი კაცი, რა კი კასიოს სწორს და პირდაპირ გზას ვაჩვენებ სიკეთისადმი. ო ჯოჯოხეთის ბნევნო ძალმო, როცა სატანას სურს რამ საქმე მოიმოქმედოს უსაზარლეს, იგი ზეციურ სახეს იღებს და მითატყუებს, როგორც მე ახლა. მაშ ვიდრე ის სულელ მართალა დეზდემონას დაითანხმებს, მომხრედ გაიხდის. მე მავს ყურში გესლს ჩავაწვეთებ და დავაჯერებ თითქოს კასიოს და ბრუნება იმის ცოლს სურდეს მხოლოდ სხეულის დატკბობისთვის. რაც უფრო მარჯვეთ შეეხვეწება დეზდემონა მავს კასიოსთვის, მით უფრო ძლიერ ცოლისადმი ნდობას მოუსპობ. შემო კასიო, ეჭვი ნუ გაქვს, რომ რითაც კი შევძლებ დაგეხმარო. შენ და ოტელო შეგარიგებთ და დამეწმე. ვით იყავით, ისევ ისე თბილად იქნებით. მადლის მომფენო, თქვენც ერწმუნეთ საწყალ კასიოს, რომ სადაც უნდა იყოს იგი, მუდამ და მარა თქვენი ერთგული ყმა იქნება. ეგ ვიცი, გმადლობ. დიდი ხანია რაც შენ იცნობ ჩემს მეუფეს. გიყვარს იგი და გჯეროდეს. შორს გიმყოფებს მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე ამას წესი მოიხსნეს. ჯერა ბატონო, მაგრამ ესეც შესაძლო არის, რომ აქ წესმა მეტისმეტად ხანგრძლივ გასტანოს. ნუ გეშინია. მე ჩემ ქმარს აღარ დავაძინებ, არ მოვასწრებ. და ამ უძილობით მოვიხმობ ჩემსკენ მოვარჯვე. გულდამშვიდებით იყავით. შენი მოსარჩე უფრო ადვილად გასწირავს თავს, ვიდრე შენ საქმეს. ვით კაცისთვის ისე ქალისთვის. უპირველესი სულის განძი, ბატონო ჩემო, არის სახელი. გთხოვთ გაუფრთხილდეთ ეჭვიანობას. ეგ მწვანე თვალა საზარელი ქმნილება არის და იმავ საზრდოს გესლავს, რითაც თვით იკვებება. ნედავი იმ ქმრებს რგების მქონეთ, რომელთიციან
რა არ გუნაწილად ბედმა და მოხალატე არ უყვართ თვისი, მაგრამ იგი რაგვარ წამებას იტანს ყოველ წუთს, ვისაც უყვარს და ეჭვიანობს, ვისაც გულს უღრმის ერთად ეჭვი და სიყვარული. მაგას რა დამო? თუ გონია ეს სიცოცხლე ეჭვიანობას ავაყო და თვარის ყოველ განახლებაზე და ახალ-ახალი ეჭვზე ეჭვი გულსა შეუშვა. არა იაგო, ვიდრე მე წავიდე თან საქმე უნდა გამიცადო. ეჭვის აღებას თან საბუთი უნდა მოყვეს და მაშინ კია ჩემის გულიდან შორს არ ეჭვიან სიყვარული. მიხარიან რომ მაგას ამბობთ. ათ შემიძლია მოურიდებლად დაგემტკიცოთ ჩემი თქვენდამი ერთგულება და სიყვარული. მაშინ მოისმინეთ. გაფრთხილდით. თვალი გეჭიროთ თქვენს ცოლზე და კასიოზეთ. არ დაემონოთ მეტისმეც ეჭვიანობას ან გულუბრყვილოდ არ მიენდოთ. მეშინიან თქვენებრ ზნემაღლს, სათნოებით, სიკეთით სავს, ესექ სათნოება არ მიაგონ ბოროტეულად. გაფრთხილდით მეთქი. კარგად ვიცნობ ჩვენი ქვეყნის ზნეს. ვენეციელნი ქალნი მხოლოდ ზეცას უმხელენ მათზე შმაგობას, რასაც ქმრების მალვით ჩადიან. არ მიაჩნიათ მათ სოდვა თვითონ სოდვის ქმნა და კიცხენ მხოლოდ მათ, ვინც თავის სოდვას ვერ მალავს. აგრეგონია. თვის მამა ხომ მოატყუაროს თქვენ გირთავდათ და როდესაც ყველას ეგონა თქვენს დანახვაზე შიშითა ძრწის და კანკალებსო, მხოლოდ მაშინ იყავით მისთვის სატრფო სასურველი. მართალი არის რასაც ამბობ. აბა დაფიქრდით, როდესაც ასეთმა ახალგაზრდამ თვის საიდუმლო გულის სიღრმეში ჩაიმალა და მშობელ მამას თვალები ისე აუხვია, რომ მას ეგონა გრძნება თილისმით შეიკრავა. მაგრამ რას ჩმახა? უმორჩილესად გევედრებით მოტევებასა, ბევრსმა ბედვირებს მე სიყვარული. შენ საუკუნოვალი დამდები. ხედავ ჩემმა სიტყვებმა გამღელვაროთ. არა სრულიად. ხედავ რომ შეგაშფოთათ ამ ლაპარაკმა. საკმარისია. წადი იაგო. თუ კიდევ რამე შეამჩნია შემატყობი. შენ ცოლს უთხარ, უგდოს ყური ადევნოს თვალი. ღმერთსა ვთხოვ, კარგად ბრძანდებოდეთ. ოტელო, რაღაც უყურე. შინვიგელიან მზას სადილზე შენგან წვეულნი ამა კუნძულის დიდებული. დიდ ბოთის ვიხდი. რად ლაპარაკობ ასე სუსტად? ალბათ ხომ არ ხარ? აქ შუბთან ტკივა და მაწუხებს. ეგუძილობის ბრალი იქნება. არა უშავს. ამ ხელსახოცით შეგიხვე თავს და მოგირჩევ. ეგ პატარაა და ედაიხსი. როგორ მწყინს ავად რომ გამიხდი? აბა წავიდეთ დეძდემა. წავალ კასიოს მიუგდებ ამ ხელსახოცსა და თვის ოთახში ვაპოვნიებ. უბრალო ამბავს ჰაერის მსგავსად მსუბუქს, ფუხეს. ეჭვიანთათვის საყმრთო წერილი სიტყვებსავით მტკიცე ძალაობს. ამ ამბიდანაც იმედია გამოვა, რამ ჩაწვეთებულმა ჩემგან შხამმა ხომ გასჭრა მავზე. მაინც ოცნებას ეჭვის აღმძრავს, ეგ ბუნება აქვს. იგი ჩხამსავით ჯერ დიდ ტკივილს არ აკრძნობინებს, მაგრამ რაკი რომ სისხლს მოხვდება, მოეკიდება, სვავს იგი აღტყინებულ გოგირდის მსგავსად. ისე მოხდება, როგორც მე ვთქვი, აგერ აქ მოდის. ბატონო ჩემი, ნეტავ თუ იცოდა კასიომ რამე თქვენი სიყვარულისა როს ცოლის შერთვას აპირობდით. ყველა იცოდა თავით ბოლომდე, რაო მე ისთვის ამკითხა. ისე ვიკითხე, ერთმა ფიქრმა თავს გამიევა, მინდოდა რომ შემემოწმა, სხვა არაფერი. რომელმა ფიქრმა? არ მეგონა რომ კასიოს წინადვე თქვენი ცოლის ცნობა ჰქონდა. კარგად იცნობდა ჩვენ შორის ხშირად შუამავლად ყოფილა. მართლა? ხო, მართლა. ვგონებ კასიოს პატიოსან კაც ეძახი. მე როგორც ვიცი, რაო რა იცი? თქვენი ცოლის ხელში ხომ არ დაგინახავთ ოდესმე ხელსახოცი რამ და წინწყლული
მარწყვის ყვავილით. მე მივეც იგი პირველ საჩუქრად. ეგ არ ვიცოდი. დღეს ზუსტად იმ გვარის ხელსახოცითა უეჭველია იგი თქვენი სოლისა იყო და ვინახე კასიო პირს იწმენდა. თუ ის იყო. ის იყო თუ სხვა თქვენი სოლის ნივთი ნაქონი სხვა საკუთებთან ერთად ეს მას ცუდად ამხილებს. რატომ 40,000 თავი ერთთან სარაბია? ერთი არგმა ჩემგან შურის ასაძიებით ახლა ცხადი მართალი არის ხოველი როგორც პონტისის სივნის ვირთნი გატაცებული მის დევენ ერთგზას პროპონტის და ჰელესპონტისკენ არ შეიმჩნევენ თავის დღეში კლება მცირებას ისე მეტგარდი მოსიცხლების ზრახმანი ჩემი უკან ვერ წავდნენ სიყვარულს არ შეუდრგებიან და თანთქავს იმათ შურისგება ყოვლად ძლიერი ამ მარმარილოს მსგავსად გაშლილი ცის ქვეშ ფიცავდნენ წმინდა პიცა შევაცრულო აღთქმა ჩემი ჯერ მოატყებით ზეცის მნათობნო განუხრობელნო და სტიქიონნო ადამიანთ გარშემომწერლო იმოძმერთ მე თქვენ რომ იაგო დღეის იქით მზა შესწიროს თავის გონება ხელი და გული შეუვაწყობილს ოტელოს სვეს რაც მან უბრძანოსთვის წმინდა ვალად ჩაითვალოს თუმდრომ სისხლის ღვრა მოჰყვეს მისგან ნაბრძანებს საქმეს მადლობა რა სუსტი სიტყვით გულისხმში ვიგზენი შენი მე სიყვარული და მსურს რომ ეს აღთქმა ახლა გამოვიხილო ვიდრე სამი დღე გაიმოდის სიკვდილი უნდა შემატყობინო კასიუსი თქვენი ბრძანება მის შესრულდება ერთად გთხოვთ მხოლოდ დესდემონა ცოცხალი დარჩეს ოინდ ბომბიუს უნამუსოს უღარ ახსენებ მე მინდა ვიშოვოს რა პირა მქონე იმ შვენიერი სატანის სულის ამოსახდებით და შეგლიშნავ ჩემთან აშენწეთ გთხოვთ მიგულებდეთ თქვენს ერთგულ მონად მე მას ნაჯერ აღვწევ როგორ მანდადამად გასთავზეთ ქები მერე ჩემ ხოქვეიდან არა იაბი ამაღამე საწამლავი მიშვა მე მას დალაპარაკს არ მოვყვები რომ ის ხეულის შეხება იმის მშვენიერება გაბედულობა არ შემივხილს გესმის იაგო ამაღამვე საწამლავს ისასჯობს დაახჭოთ თავისსავე წაბილწულ ლოგინში დაახჭოთ კარგად აკურბავს მომწონს ეს სამართალი ძალიან კარგი კასიო კი მე მომანდეთ შუაღამემდეს გაიგებთ იმას რაც მოუვა ეს მჯერა რომ დესდემონა კასიოს უყვარს და საჯერია ის უყვარდეს დესდემონასაც თვითონ ოტელო თუმცა მსულს მაგრამ უნდა ვთქვა რომ პატიოსთან და მოყვარულ გულის არის ნაზი ქმარი უნდა იყოს დესდემონასი მეც ცოტად მიყვარს დესდემონა ეს სიყვარული ამ ხორცობათ არ ჩამეთვლება თუმცა იქნება პასუხისგება ამ ცოდვისთვის დამჭირდეს კიდეც. მე ის მსულს მხოლოდ მავრის ჯავრი ამომიყარო, რადგან ეჭვი მაქვს, რომ იმ გარყვნილს, ჩემ ქვეშაგებში, ჩემს ნაცვლად ბინა დაუდვია. ეს ეჭვი გულგვამს საწამლავივით მწარედ მიღრღნის და ჩემს სულს ვერ მოასვენებს ვერაფერი, ვიდრე მეც მის ცოლს ხელთ არ მოვიგდებ და ისი არ გავუქვითდებ. ავაზაკობა თავის საწადელს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როდესაც გამოიღებს ჭეშმარიტ ნაყოფს. აქ მომეწერდი შენი ხელი. რა ნაზიას? ჯერ მაგას ჯავრი არ უნახავს. არც ხნიერია. გულის სიუხვეს ამტკიცებს ეს. ნაყოფ მრავლობას. ნაზია იგი და მხურვა. ამას არაცხენს თავისუფლების შეკავება, აღთქმის დატება, ლოცვა ვეტრება, მარხულობა, სხეულის დასჯა. რადგან აქ ერთ ახალგაზრდა და ცელკ სატანას თავისი ბუდე დაუდვია და არ ისვენებს. კარგია მეთქი და წრფელია აი ეს ხელი. სამართლიანად ამბობ მაგას.
სწორედ მაგ ხელმა ჩაგაბარა შენ ჩემი გული. უხვი ხელია. უძინგული ხელსაბარებდა და ახალ შტოში თავში ხელია მოქცეული და არა გული. ახლა მე მაგ საგანზე ლაპარაკი არ შემიძლია. ერთი ის მითხარ, რაც გთხოვე იმის არ აქვს. შენ რა მთხოვე, ჩემო კაცო? კაცი გაგზავნე კასიოს მოსაყვანად. მინდა პირისპირ გალაპარაკო. ეს სურდო რას ჩამაციდა. ხელსახოცი მოთხოვერთ. აი ბატონო, ეს არ მე რომ გაჩუქე. ის თან არ ამაქვს. თან არა გაქვს? დიახ არ ამაქვს. ეგ არ არის კარგი. ის ხელსახოცი ერთ მკითხავ ბოშა დედაკაცსა, გულთმისნად განთქმოს. დედა ჩემისთვის მიეცა და ესეც თანეთა. რომ თუ იგი მას თავიდან არ მოიშორებდა, ყველასთვის სატრფო იქნებოდა და მამა ჩემიც ეყოლებოდა სიყვარულით დამონებული. მაგრამ თუ ისმეს მისცემდა მას, ან დახკარგავდა, შესწაგდებოდა მაშინ იგი მხისვე მამაჩემს და მიმართავდა თავის გულსა სხვა ტრფობის საგანს. სიკვდილის წინად დედა ჩემმა მე მიანდერძა და ვალადამდო. თუ კი ბედმა ცოლს შეგხარაო, მას მიეცილი. მეც აგრეკ. ახლა გაფრთხილე. ისე მოექცე მაგ ხელსახოცა, ვიც შენს თვალის ჭირს. ეგ რომ დახკარგო, ან სხვას მისცე, ამას მოჰყვება უბედურება, საზარელი, უსწორუტო. მაგ ხელსახოჩი თილისმა არის ჩაყოლი. ერთ მოხუც ქადაგს, რომელს უნახავს ცის გარშემო 200 წელს მზისვლა, ეგ განუმზადავს აღტაცებულ გულთმისნობის დროს. ნაკურთხსაჭიას აბრეშუმი მოუქსოვია და ქალწულების გულთ მუმიათ მისგან შენახოთ. ეგ აბრეშუმი ალისფერად შეუღებიათ. ნუ თუ რაცას თქვი ნამდვილია. სწორედ ნამდვილი და გირჩევ კარგად გაუფრთხილ. თუ კი აგრიანებავ ჩემს დღეში არ მედიცა. ვითომ რატომ? რად ლაპარაკობ ასეთ ხარეთ, ასე სასტიკად. რა უკავ დახკარგე? თქვი აღარ გაქვს? ღმერთო დაგვიხსე. რა ორას თქვი? მე ვთქვი რომ არ დამიკარგოს და თუ დამეკარგოს მე რას ამბობ? მე ვამბობ რომ არ დამიკარგოს. მასშტაბი და ახლავად მომიდა. არა, ახლა არ შემიძლია. ეს საქმე განგებ მოიგონე რომ ჩემი თხოვნა კასიოზე განზედ გადავა. გეხვეწები მიიღე იქ. ის ხელსახოცი მომიდა. გული რაღაცას მეტანახები. ხო, კასიოზე ვილაპარაკ. მე ხელსახოცი მინდა მეთქი. მასზე უკეთეს ადამიანს ვერ საჩხდე. ხელსახოცი მინდა მეთქი. საყბედურის ღირსი ხარ სწორი. გადი გამშორდი. ოღონდ დავზეცას მოევინა ჩემ და სათდე. და ჩემ შიშოთა წვიმასავი ზედას დენოდა. სხვადასხვაგვარი მწუხარები, შერცხვენა მწარე. ნორჩქერუბი, ვარდისფერა დაყოვებული. გამოიცვალე ეგ სახე და შეიმოსე ჯოჯოხეთის ამრისხანები. ცის ქვეშეც მასეთ უკეთესი არა დაბადებულა. ის რომ ქვეყნის პლობლის გვერდით იწვეს, შეუძლია ისის თავის ჭყვაზე დატანოს. როგორც დიანას პირის სახე, მისი სახელი იყო უმანკო და ახლა კი გამურული, ჩაშავებული ამ ჩემს შავის პირისკანი. რა გნებავთ ბატონო ჩემ? აქ მოდი ახლოს დეზდემონი. ხავთ მაუწყოთ თქვენი სურვილი. შენი თვალები დამანახე, აბა პირდაპირ შემოვხდი. უცნაური აზრი მოგსვიოთ ბატონო ჩემ. მუხმოდრეკილი გევედრებით ამიხსნათ ეს თქვენი ლაპარაკი. თქვენ სიტყვებში მხოლოდ ვარჩევ რისხანებას, სიტყვებს კი ვეღარ. ერთი ეს მითხრა, ვინახე შენ? შენი ცოლი ვარ ბატონო ჩემ. ერთგული და მორჩილი ცოლი. მას შემოგიწ. განისაჯე თვითონვე თავი. თორე რა კი რომ განიცდია შენს ციურ სახეს. თვითონ ეშმაკი შედრგებიან ხელი შეგახო. იცრუე მეთქი. შემომფიცე იცრუე ყოლად პატიოსანი იყოვით. თვით ზეცამუწყის. თვით ზეცამუწყის რომ მუხთალი ხარ ჯოჯოხით. როგორ მუხთალი? ვისთან ან ვისთან? არ კარგავ იმეც რომ უმანკოდ მიგაჩნია. ეს ეტრად. შვენიერი ეს უცხოცილი. განა იმისთვის გაჩენია რომზე დეწეროს. უნდა მუსო, რა ცოდვავქმ. შენ მთელი ქვეყნის საფრემელი. მე რომ მოთვალო შენი საქმე. საბერულად უნდა გარდაქმნა ეს ჩემი ხატვი და მორცხობა ნაცრად ვაქცი. ნამუს, ცოდვავქმენი. როსტიპო ნამუსახტი. ტყუილად მირცხეს სახეს. ღმერთი მოწამე არის. მაშ ნამუსახტილი არ ახარ. არა,
და მე მართალს ვამბობ როგორც ქრისტეს მოსა. მოხნედა ამ ქვეყნა დასჯობილით. ნუ ეს ისევ ის მავრია კეთილშობილი, რომელს უწოდებს ყოვლისმრით სრულს მთელი სენატი, ვის ვნებად ხელვა ვერ შეარყევს, ვის გულმტკიცობას ვერ აგანგმირავს, ოდნავადაც ვერ შეეხება ხვედრის ისარი ან ნეშტარი უბედობისა. ვენეციაში ამ ამბავს არ დაიჯერებენ. არა. აი ეს სავსე მთვარის ბრალი უნდა იყოს, რომელიც დედამიწას ჩვეულებრივზე უფრო მეტად მოუახლოვდა და დააგიჟა ხალხი სრულად. დააგიჟა ხალხი სრულად. დააგიჟა ხალხი სრულად. სამოთხის კარი დამეხშოს მე თუ კი ეგვიყო. ტირილისთვის ძალა აღარ მაქვს და მაინც პასუხს ვერას მოგცემ ცრემლ და უდელმა. როგორ უნდა მოვიქცე, რომ კვალად ჩემის მეუფისა გული მოვიქო. ზეცის ხივს ფიცავ არ მესმის მე, როგორ დავკარგე მის სიყვარული. მუხლ მოდრეკით სასტიკ ფიცავდებ, რომ თუ მის და მიღალატი მე გულს გამიტანოს. სიტყვით, ასრით თუ საქმით რითმი. ან თუ ჩემ თვალებს, ჩემს ყურებს, ანუ სხვა რამ გრძნობას მოსწონებოდეს ღვთის გაჩენილი მისგან კიდე. ან თუ მე იგი არ მყარებოდეს საუკუნოდ, ან არ მიყვარდეს. თუნდაც გამდევნოს, სულიერად დამაგლახაკოს, ღირსი ვიქნები, მომესპოს მე სრულად ნუგეში. ბევრი რამ ძალუც მრისხანებას და მის რისხვასაც ძალუც სიცოცხლე აღმომიყვას. თუმც ჩემს სიყვარულს ფერსაც ვერ უცვლის. უნამუსო, თქმას ვერც კი ვბედა. ზიზღით წარმოვთქვი მე ეს სიტყვა და ამ სახელის შესაფერ საქმეს ჩემ დღეში ვერ მოვიქმედებდი. თუნდაც სიკეთე მოენიჭათ მთელის ქვეყნის. სულს რად ვირთო? ეს შეჩვენება ქორწინებას მუდამ თანასწორს. თვით ნასკნირებას ჩვენ გვაკუთვნებს მათ გულს კი ვერ. ის მირჩევნი ჩოჩო ვიყო და დავფოფხავდე ბნელი ჯურღმული სიმხრალეში. ვიდრე მცირედი წილი ჩაბუდო ჩემ საყვარელ საგამშის. მაინც ეს არის ზარე ხვედრი მაღალთა სულთ. მედისუფლებით აღჭურილან უბრალო პირი. რა ვიბადებით, თანამყვება სიცოცხლის ნიშთან ქოსნობის სენი. და ამ სენს ჩვენ ვერ ავიცილებთ, როგორც თვით სიკვდილს. აი მიზესი, სულო ჩემო, აი მიზესი. ნუ მათქმევინებ თქვენს წინაშენს, თქვენ უფიწო ზეცის მნათობი. აი მეთქი, აი მიზესი. მე მის სისხლს ვერ დავხვი. ვერც კი გავკაცრას მის კანს თოვლზე უსპეტაკეს და უსუფთის. მაგრამ ხომ უნდა მოკვდეს იგი. თორემ სხვასაც ხომ ბევრს მოატყუებს. მინდა ვიგემო მისი სული ვიდრე კიდევ შტოზე დაბი. ჯერ ერთი კიდევ უკანასკნელი. მეჩავი კოცნა ასეთ კბილი არსად ყოფილი. ტირილი მომდის და უწყალო ცრემლები მცვივი. ჩემი ვარამი ზეცისას გავს ჯის მას რაც უყვარს. აგერ იღვიძებს. მან ვინ არის? ოტელო შენა? სწორედ მე დესდემონი. რატომ არ მოხვალ და არ დაწვა? ხომ ილოცი ამ აღამისთვის? დიახ ბატონო ჩემო.
ცოტა ხანს მივვლი მეაქვე. ისი არ მოკლავ ვიდრე სულს არ განიმზადო. სულს არ მოგიკლავ დამიფაროს ღმერთმა მაგისგან. რაო? სიკვდილზე ვლაპარაკო. სწორედ სიკვდილზე. ოი პირშავო დედაკაცო. რამის ეს გული ქვად გადმიქცი. მე მეგონა შენი სიკვდილის ვარაკის დაკლა იქნებოდა და ახლა უნდა ვუწოდო კაცის მოკლა ჩემს საქციელსა. შენ სასიკვდილო სარეცელზე წევხარ ამჟამად. კი, მაგრამ ახლა ხომ არ გვდები. სწორედ ახლავე. მას ჯობს გამოთხდი. შენ სოდოში შენიშნებით. რადგან ფიცითაც რომ უარყო. თვითო მარწყობით ეგ შენი ბრალი. მაინც ვერც მომისპობ და ვერ შემირყევ ამ ჩემ მტკიცე. უძლევ რწმენას, კვლესით ვარებით წარმოშობს. უნდა მოკვდე შენ დღეს. შენი წოდები მოიგონე. ჩემი შენ და მის სიყვარულია, ჩემი ცოტა. სწორედ მაგისთვის მოკვდები შენ დღეს. ეს ხომ ბუნებას ეწინააღმდეგება. კაცი მოკვდეს სიყვარულისთვის. ლოცვისთვის მაინც მომეცი ხარ. დაგვიანდა. დრო აღარ არის. შეუგნურო, სულელო მამრო, ეს რა გიქნია? კასიოს ყავდა ის საყვარლად. კითხეთ იაგოს, მანეთის უკეთ. მას მიუწია მის ტრფობი ჯილდოდ ის ნიშანი სიყვარულისა, რაც პირველად ვაჩუქე მე. მითხრეს კასიოს ხელში ედო. ოტელო ამბობს, თითქოს შენ გეთქვას, ცოლი მოღალატე ხოლოდეს ამას. მე ის ვუთხარი, რასაც ვფიქრობ. და ისეთი არ ამითქვამს რა, რაც თვითონ მაგას არაჩვენა, ჭკუასთან ახლო და ნამდვილ ამბად. მას სიცრუე წამოგიროშავს. სიცრუეავი, ფილწი შეჩვენებული. კასიოს მისალმან ხელსახოცი, არა და არა. ეგ ხელსახოცი უპოვნია თავად იაგოს. ამას თვითონაც ვეღარ უარყოფს. მტკიცება ამის ჩვენს ხელთა, ხოლო მიზეზი დანაშაულის. ყოვლად სუნდაბალ ადამიანს ვით ეკადრება მხოლოდ ისა. ამას რას ამბობ? ვაშკაცობას დავკარგი სრულად. ან ვაშკაცობა რაღაც მინდა. სათნოებაც ხომ აღარ სათნობს. დე წახდეს ყოველისფერი. ცივი ხარ. ცივი როგორც უმაკოები. ვიდრე მოკკა, მე გაკოცე შენ. ახლა თავს ვიკრიბ. და მინდა რომ კოცნით დაგაგდე. ხედავ ამ სარეცლის საზარელ ტვირცა. ხედავ! თუნდ რომ ამხედრდეს ჩემ წინააღმდეგ სულ ყოველივე. მე მართალი ვარ როგორც თვით ზეცა. რასაც სასტიკი მსჯავრი სასჯელს მოიგონებს, სასჯელს საშინელს და საზარელს, ის მოგეწვევ. რა სისხლის ღრის დრო დაგვიდგა. ყოველი სიტყვა უქმია. სხვაზედ, შიმშილზედ, თვით ტანჯვაზედ უფრო საზარი. აი ამას ვშიშობდი და ვიყავ გულდაჯერებით, რომ საჭურველი თან არ გქონდა. დიახ. 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 დიახ.
ოტელო დიდსულოვანი კაცი იყო. ედავ თუ მოსჩანს ამ დიად ზღვაზე რამ ამ კონცხიდან. არა მოსჩანს რა. ხელვა დიდი. არა მოსჩანს რა. ხელვა დიდი. არა მოსჩანს რა.